მოგესალმებით. ეს არის გადაცემა, რომელიც გეკეთებათ ჩემ ძმასთან ერთად მინდოდა, მაგრამ რატომღაც ჩემი ძმა დაახლოებით 7 თვეა სახლში არ მოსულა. ვიღაც სამ სხვა ტიპთან ერთად ბინაუქირავები აქვს დანში. შესაბამისად მარტო ვაკეთებ ამ გადაცემას. სანამ გადაცემას დავიწყებ, მე მყავს BMW E39 1996 წლიანი, ცალვანუსიანი, 2.5 ბენზინი, გამოუცვალე ზედაამხლელი დაჭიკი, ქვედაამხლელი დაჭიკი, გამოუცვალე 5-ვე ბაბინა, 5-ვე რა, 5 ბაბინა, ერთი კაი იყო, გამოუცვალე 6 სვეჩი. მაგრამ მაინც ხანდახან გასწროაზე პირიქით ხრება მანქანა და სიჩქარის მომოტების ნაცვლად შუაგზაში ვეჭხირებ ხოლმე. თუ იმას რამე გაგიგებოთ, შეგიძლიათ გამომეხმაუროთ, არ მოგერიდოთ სამაგიეროდ, მე წყლის სისტემაში მოგეხმარებით თუ რამე შემეძლება. ასევე სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ, გავაცნოთ ბარონს, ჩემ კატას, მამალი 4 წლის, რომელიც ჩემ ძმაზე გაცილებით კარგი თანამაცხოვრებელი გამოდგა, გაცილებით ნაკლებ ფულს თხოვს და განსხვავებით მაგალითად გახარიესგან ყვარებიანი კაცი ნამდვილად არ არის დაკოდილია და ასე გადარჩენილი სტამბოლოს. მიუ. ოდეში მაიგა გამოიცვალე, დასაწყისშივე სპონსორი გამომიჩნდა. გადაცემასაც შეეხება, რა თქმა უნდა, სრულებით სერიოზული გადაცემა იქნება, ჩემი გაშუაზე გადახსნით ბიჭო არაფერი არ გერიოთ. რადგან მაინც ისეთი მდგომარეობა იუმორისტულ რაღაცებს ჩავთავდა. რა თქმა უნდა, რადგან საქართველოში ერთ-ერთი სპონსორი ტოტალიზატორი არსებობს, რამდენიმე კურსად შემოგთავაზებთ შუა გადაცემაში. ძალიან საინტერესო ასევე აი ეს ლუდი, რომლის გარეშეც საფხული წარმოქმნილია. ლუდი, რა თქმა უნდა, არ გააჩნია მნიშვნელობა არანაირი ბრენდს წარმოშობას, რა თქმა უნდა, ქართული არ არის, რაც თავარი მოთხოვნილებაა ჩემი. ჩამოსასმელი რო იყოს კიდე არ აუშვებს. მაღაზიის ლუდი, რა თქმა უნდა, უცხოური, სახელს არ დავასახელებ, ბექსი. დანარჩენზე დროდადრო მოგეთ. შეეხება ჩემს ხელმარცხნილ ლეპტოპს, ამ ლეპტოპზე არაფერი ჩართული არ არის, ჩვეულებრივად ისე მიდევს. უბრალოდ Asus-ის TUF F17-ია, i7 მე-11-თაობით, 32 ოპერატიული, ტერაბაიტ ნახევარი SSD, RTX 3050 Ti. შესაბამისად, უბრალოდ ვინც დაღწილი ტელეფონებიდან მიყურებთ, მაშინ სახარბებად არის, მეტი არანაირი ფუნქცია არ გააჩნია. რაც შეეხება საქმეს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში კანონის უზენაესობამ ისეთ მწვერვალებს მიაღწია, რომ მოსამართლეები ძირითადად სკაფანდრებით მოძრაობენ და როგორც ირკვევა, უკვე აგვისტოდან გრავიტაციის ვარჯიშებსაც დაიწყებენ, იმიტომ რომ მაქსიმალზე უკვე ჰაერის გაიშვიათებას და გრავიტაციას უკვე სხვანაირად მოქმედებს და შეიძლება გული წაუვიდეს მოსამართლეს ასე ზენიტში აყვანილი სამართლიანობის გამო. ისიც ნაცნობია საქართველოს საშუალო და საშუალოზე მაღალი IQ-ის მქონე მოსახლეობისთვის, რომ საქართველოში ახლა პიზდიცი ხდება, ხოლო დანარჩენები გამოიცანი სელებრიტის უყურებენ. რაც შეეხება მდგომარეობას, რომ ჩემი ძმა, იუმორისტი ძმა ჩემი, რომელიც გომელაურს და მაშინდელ ლილუაშვილს, მაშინდელ ძალოვან მინისტრებს და უწყების ხელმძღვანელებს, რომელმაც Deep State დაამარცხეს ბევრჯერ ჩემი ძმა სახელმწიფოს უტრიალებდა, ამ საკითხზე ძალიან ბევრი კომენტარიც გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა პოდკასტი. მაგრამ პოდკასტი საქართველოში არავის არ აქვს, ამიტომ მე ამ საქმეს პირველი ვერ შევეჭიდები. როგორც მოგესწრებათ, კატებს პირადი სივრცეს არანაირი პრობლემა არ აქვს. დოქტორი კლანჩა. საპილოტი გადაცემა, რაც შეეხება პილოტებს. როგორ არ იცოდით ბევრის შესახებ? ბევრი სპირიტი ჯასემი. როგორ შეიძლება არ იცოდე F-22 რაპტორი? თუ რაიმე ცაში უფრენია, ნებისმიერ ქმნილებას, მათ შორის F-22 და ბევრი საუკეთესოები არიან. და გთხოვთ, გავიცნობთ რა ლიტერატურას თუ შეიძლება. თუ რაიმეს ამბიცია გვაქვს, აუცილებლად დავიცოდეთ ამერიკული ავიაციის შესახებ. ხო ბარა, ბუნებას საუკეთესო ინჟინერია ხო იცით. ბევრი განსაკუთრებით შევარდენის მთლიანი კოპირება. ფრინველის შევარდენის, რომელიც დაახლოებით 350 კილომეტრ/საათს ავითარებს, როდესაც მსხვერპლს თავს ესმის. ასე რომ თუ ბუნება გიყვართ, თუნდაც თეისტი იყო, თუნდაც ათეისტი, თუნდაც ევოლუციონისტი, თუნდაც creationist, just უბრალოდ გაეცანი ამერიკულ ავიაციას. მადლობა. რაზე გამახსენდა? ითო შაჰაბასზე ხوار. Come on. დაკურვებული ყურის მქონე და მაღალი ტექნიკის შეაძლებლობის მქონე ადამიანის შემშენს, რომ ჩემი სკამი ჭარჭუნებს, ამიტომ ველოდები სპონსორად Z-ს, ნებისმიერს, ოლეინადან დაწყებული 10-40 წელი დამთავრებული, რომელიც შეიძლება ჩემი BMW-საც გამომაგდეს. მე თუ
ვარ დამასპონსორებ, შეგიძლიათ ბარონი დაასპონსოროთ, რომელიც თავის წონას საჭმელს ჭამს დღეში, რომელიც 6 კილო ნახევარია. 6 კილო ნახევარი კატა. ეს ლამის იგივეა, რაც რა ვიცი, რასაც რუსთაველზე გვიხდიან, ამაში მიდის. მეცხოვნა და მჭისური კაპიკი. What? თქვენ თუ იცით მოსამართლე ჯვებე ნაჭებია? ჯვებე. ჯვებე. ჟვ. როცა მოსასოს ერთად ახსენებ, სახელი ჯვები არავის ახსენებდება. რომ ითხრა სიტყვა დამისახელი ისეთი სიტყვა, რომელშიც ჯვურევია. თქვენ თქვით, რა თქმა უნდა ჯვებეს, სწორედ ამის თქმა მინდა და თქვენ სხვა არაფერი არ გახსენებათ. ჯვებე ნაჭებია, რა თქმა უნდა სამართლიანი მოსამართლეა, რადგან 2012 წლის შემდეგ ბიზნეს შობიდან საქართველოში ბოროტება და ცუდი აღარაფერი არ ხდება. როგორც მოგესწრებათ, ბატონო ბიზნესმა 2012 წელს განაცხადა, რომ საქართველოში შეიძლება ისეთი დემოკრატია შექმნა, რომ ევროპელებიც კი გავაოცო. შესაბამისად, დაახლოებით ამ წლის ბოლოსთვის იგეგმება ევროპიდან დაახლოებით 3 გაოცებული, შეიძლება ითქვას გამოყრებებული ევროპელის ჩამოტანა და რუსთაველზე გამოფენა. ამიტომ შეიძლება ამ სანახაობას მოგამოტოვებთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც გამრავლების ტაბლოა. სოფლიოში 200-მდე ქვეყანაა. ამ 200 ქვეყნიდან ერთმანეთში ომი აქვს დაახლოებით აქტიური კონფლიქტი, ასე რომ ვთქვათ 10 ქვეყანას. მაგრამ მხოლოდ ჩვენი მთავრობა გვამადლის მშვიდობას. ეს კარგად აინახავთ. 199-დან 10 ქვეყანა ომში, მაგრამ მხოლოდ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. სანამ ჩემი კატა KFC-ის პარკში იქნება, მანამდე აღიხსნით რა მოხდება. 2012 წლის პირველი ამათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ესენი თავიანთ პრობლემებს მუდმივად აწერინებენ, რომ აიგზავნოს. შესაბამისად, ყველაფერი აიგზავნები ძალიან თუ გონიათ ძალიან სიამოვნებელ დასვენებად ძალიან. შესაბამისად, ეგ არის დანაშაული ეგრე მოქმედებს. როცა საზოგადოებაში 90% გონია, რომ ყველაფერი დანაშაული არ არის, ესე იგი, არც დანაშაული ვერ იქნება სამართლებრივად. იგივე პირიქითაც, თუ ვიღაცას დააჯერებ უმეტესობას არ არის ეგეთ განწყობა შექმნას, სოციუმში თქოს, რომ სვიადრატიანი დასაჭერია, იმიტომ რომ პოეტი გიწყობდა რევოლუციას და ომისეცხადაზე დასაჭერია, იმიტომ რომ კომედიანტი გიწყობდა და ანდრე ჭეჭინაძე დასაჭერია, იმიტომ რომ მსახიობი გატრიალებდა და იმიტომ რომ გორგაძე დასაჭერია, იმიტომ რომ სტუდენტი გიწყობდა რევოლუციას. შესაბამისად, ისიც დანაშაული ხდება. ასე რომ მალე YouTube-ი რო აიგზავნება, შეგვიძლია კონტაქტებზე ვწეროთ, რომ საქართველოსთან ბელარუსი არ გამოვა. კარგით, საპიროტოსთვის სულაც იყოს. ისედაც მეტის ღირსი მაინც არ არის ხალხი, მაინც დათო როსტომაშვილის და ბესო ბარულაშვილის ქვეყანაში მეც ვერ გავისკავ.